11 ივლისი მოსახლეობის მსოფლიო დღეა. 2013 წელს მისი თემა მოზარდთა ორსულობაა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა პრესკონფერენცია სახელწოდებით ადრეული ქორწინების პრევენცია, გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის. კონფერენცია გახსნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა თამარ ხომასურიძემ. ადრეული ქორწინება საქართველოს სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად გაუმჯობესების მდგომარეობისა, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მეორე ადგილზეა. მაჩვენებლით 39,000 გოგონაზე, 39 ეს გახლავთ მშობიარობების რაოდენობა. ფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაჭრა ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა მთავრობის, არამთავრობო ორგანიზაციების, დონორების, სამოქალაქო საზოგადოების და ფიქრობ თქვენს ორგანიზაციას სერიოზული წვლილი შეტანა შეუძლია ამ საქმეში. ეს კონფერენციაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიმსჯელოს არსებული რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და ტრადიციების შეცვლის მიმართულებით, რათა თანაბრად იყოს გათვალისწინებული ყველა გოგონას ინტერესი და ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება აღქმული იქნეს, როგორც მათ მიმართ ძალადობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ჩვენ ვახდეთ დოკუმენტირებას კონკრეტული ფაქტების. საუბარია იმაზე, რომ ეს სტატისტიკა, რომელიც გამოუთხოვეთ, არის ძალიან საგანგაშო, როდესაც ათასობით მოზარდი ვერ ამთავრებს სკოლას და განათლების მიღებას ვერ უზრუნველყოფს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა კონკრეტული ფაქტი იყოს დაფიქსირებული. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი მიდგომა სახელმწიფოში. ჩვენი რეკომენდაციები სწორედ აქედან არის მიმართული რამდენიმე უწყების მიმართ, რომ მოხდეს კომპლექსური ღონისძიების გატარება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბუნებრივია ამ საკითხებზე მიდის მუშაობა. პრობლემები როგორც გამოიკვეთა, მდგომარეობს ძირითადად ძალადობაში, ადრეული ქორწინების შედეგად გოგონებისათვის განათლების მიღების უფლების შეზღუდვაში და ასევე საკმაოდ მწვავე საკითხებია ეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ბუნებრივია ის რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, რასაც ქვია არაფორმალური განათლება ამ მიმართულებით, ჩვენი მხრივ მაქსიმალურად იქნება გაკეთებული. სოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 19 წლის ასაკის დაახლოებით 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს. უმრავლეს შემთხვევაში გოგონებისთვის ადრეული ქორწინება ნიშნავს სწავლისა და განვითარების შეწყვეტას. ფიზიკურად და ემოციურად მოუმწიფებელ გოგონას აკისრებს ზრდა სრული ადამიანის პასუხისმგებლობას და განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ადრეული ორსულობა და მშობიარობა უდიდესი რისკია როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვის. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ ავიცილოთ სქესობრივი აქტივობების უარყოფით შედეგები. ეს არის ძირითადი არსი და როგორ უნდა მოიქცეს, როდის რომ მიმართოს ექიმს, ძალიან ხშირად როგორც ექიმთან ჩემთან მოდიან მოზარდები, რომელთაც აქ შორს წასული პრობლემები ნეიროენდოკრინული დარღვევების დაუშვათ და სხვა, რომელიც საჭიროებს უფრო ადრეულ მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებაც უნდა იყოს აქ საუბარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში. განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში. უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი ადრეული ქორწინებაა. როდესაც გიზის გათხოვილი ადამიანი, როდესაც მას აქვს რაიმე პრობლემები, როცა არ იცის როგორ მოიქცეს, ერიდება დედასთან ლაპარაკი, მით უმეტეს ახალ ოჯახში ამისი გამჟღავნება და პლუს ამას არ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ამისი წიგნი მოიპოვოს თვითონ და თავად განათლდეს. საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნები, სახელმძღვანელოები ამაზე არაფერს ლაპარაკობენ და ზოგადად ეს ტაბუდადებული თემა არის საუკეთესო შემთხვევაში უმრავლეს სკოლებში. სიუჟეტი მომზადდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ფონდ ქალები ქალებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.